მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ეზოთერიულ ტაროლოგიურ გვერდზე. დღეს გვექნება ექსპერტს გაშლა, მოდი ესეთი სახელწოდებით გავაკეთოთ. ამ ეტაპისთვის რა მდგომარეობაში იმყოფება თქვენი ენერგეტიკული ველი, ესე ვთქვათ, ხო, თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა რა სიტუაციაში არის. ნახავთ სამი ვარიანტის კატეგორია, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ როგორც თქვენზე, ასევე თქვენთვის სასურველ ადამიანებზე და გაიგოთ მისი ენერგეტიკული მდგომარეობა რა სიტუაციაში იმყოფება, ხო? ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება, გაზიარება და კომენტარება და პირადისთვის მიკავშირდეთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. მასშტაბი პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი, ვინც ვენ მოასწრო არჩევა შეუძლია დააპაუზოს, მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტით. რა მდგომარეობაში არის პირველი ვარიანტის ენერგეტიკული მდგომარეობა? საკმაოდ კარგ სიტუაციაში ხართ. შემიძლია თამამად თქვა, რომ თქვენ ხართ ადამიანის კატეგორია, რომელსაც თავისი მენტალური მხარიდან გამომდინარე შეუძლია შექმნას გარკვეული სახის ისეთი ბარიერი, რომელიც საკმაოდ კარგად იმუშავებს მასზე. თუ ფიზიკურ დონეზე ვინმე ასე თქვა კონკრეტულ პიროვნებასთან არ გაქვთ მიმართული სიტუაცია დაცვა გაეკეთებინა თქვენთვის, ავტომატურად თქვენითაც შეგეძლიათ რომ ეს გამოვლინება გააკეთოთ. კი, რაღაცა მომენტებში შეიძლება გქონდეთ ხოლმე შიშის ფაქტორები, რაღაც მომენტებში შეიძლება იყოს თქვენი ემოციური ფონის გარღვევის მდგომარეობა, მაგრამ თუ ემოციურად და მენტალური კუთხით სტაბილურად იქნებით და თავს მაქსიმალურად გააკონტროლებთ, ვერანაირი სახის, ვერც თვალი, ვერც ვერანაირი სახის ენერგია ვერ მოგეკარება. ანუ შეიძლება ითქვას გარკვეული კუთხით, რომ ავტომატურად ბუნებრივად გაქვს მფარველობის თემა და დაცულობის თემა. ასე რომ, ერთი თქვენი მინუსი რაც არის, ეს არის ემოციურობა და მენტალური არასტაბილურობა. დანარჩენ შემთხვევაში ძირითადად დაცვის მდგომარეობაში და საკმაოდ მყარი პოზიცია არის. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ვიტყოდი, რომ აქ ყველა ვარიანტში გჭირდებათ, რომ პირველ რიგში გაწმენდოთ თქვენი მენტალური მდგომარეობა, თქვენი გარკვეული სახის აზროვნება, ესე ვიტყოდი, ხო, რაღაცა ასე ვთქვათ, პასიური მდგომარეობიდან გამოსვლის თემა და გარკვეული კუთხით შეიძლება ითქვას, რომ წმენდითი თემაც ნამდვილად არ გაწყენათ, იმიტომ რომ მეორე ვარიანტს ძალიან ხშირად გაახასიათებთ ნეგატიური აზროვნება. რის ფონზე შესაძლებელი არის მიიზიდოთ უარყოფითი ენერგიები. ან ზოგადად რაღაცა სიტუაციები თუ ერთმანეთს ეაყვება, მე უკვე საკუთარ თავზე იპროგრამებ, რომ ეს რაღაცა ცუდი ავტომატურად, გიგროვდებათ. ამ ეტაპისთვის კარგი იქნება თუ მეორე ვარიანტის წარმომადგენლები წმენდას ჩაიტარებთ, თუნდაც ახლის პირობებში თქვენით. ყველაზე კარგი იქნება წმენდითი პროცესი ყველა ვარიანტში. აქ მაინც იდეალური მდგომარეობა არ არის, უფრო მეტად გჭირდებათ წმენდის მდგომარეობა და მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ თქვენი ძალა არის თქვენივე წმენა და თქვენივე ლოცვა. თუ რაღაც საკითხებზე გექნება უფრო მეტი რწმენა იმ რელიგიის მიმართ, რომელშიც იმყოფები, შენი წინაპრების მიმართ სარწმუნება თუ რაც არის, უფრო მეტად დაცული იქნები. შენივე, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული სიძლიერე დამოკიდებული არის შენივე რწმენაზე და შენივე მიდგომებზე. რაც უფრო მეტად სუფთა იქნები პირველ რიგში საკუთარ თავთან მიმართებაში და შემდეგ უკვე გარემო ფაქტორებთან მიმართებაში და სამართლიანი, ასევე ავტომატურად ხდება შენი დაცულობის მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის თამამად შემიძლია რომ თქვა, რომ კი, მფარველობა საკმაოდ ძლიერი არის, კარგი მდგომარეობა გაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება, რომ როდესაც შენ გაქვს რწმენის თემა. როგორც კი რწმენის თემას გადაუხვევ, აღარ მოიხსენებ შენ წინაპრებს, აღარ აღნიშნავ გარკვეული სახის თუნდაც ელემენტარული მიცვალებულების დღესასწაულზე ხო არ მოიხსენებ მათ სულებს შენ წინაპრებს და მსგავს რაღაცას, ავტომატურად ეს შენი მფარველობის თემა ავტომატურად ჩამოდის დაბლა მდგომარეობაში, ხო, ანუ ეცემა დაბლა. ასე რომ მეტი რწმენა გქონდეს, მეტი საკუთარ თავთან მიმართებაში ასე ვიტყოდი, თავშეკავებები, რომ იცი რომ რაღაცა არასწორი არის, ისე არ მოიქცე და თავად ვენახავ რამდენად უფრო მეტად გაძლიერდები. მესამე ვარიანტი საკმაოდ კარგი სიტუაცია იყო. ეს იყო კონკრეტულად არსებული ვარიანტი სამივე სიტუაციის კუთხით. თუ გჭირდებათ ამ კონკრეტულ გაშლაზე, ან ნებისმიერ სხვა გაშლაზე პირადი კონსულტაცია, მომართეთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. ნახვამდის.